მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და იცით დღეს მე მინდა გავაკეთო თქვენთვის საჯარო გაშლაზე თემით თუ რას მოგიტანთ იმბოლქის ულამაზესი დღესასწაული. ვინც არ იცის, იმბოლქი არის პირველ თებერვალს ყოველ წელს, რა თქმა უნდა, წელიწადის ბორბლის ერთ-ერთი ულამაზესი დღესასწაული არის, პირველი დღესასწაული არის ზოგადად წელიწადში. ამ დროს ჰაერის სტიქია გვიბრუნდება, იღვიძებს, როგორც ჩვენში, ასევე რა თქმა უნდა დედაბუნებაშიც და ჰაერი არის რა? ჰაერი არის ინფორმაცია, რაციონალური გონება, ჰაერი ასევე არის, ჰაერი და ცეცხლი უფრო მეტად არის მასკულანური ენერგია ვიდრე ფემინური, ხო? და კარგით, მოდით ვნახოთ კონკრეტულად თქვენ რას მოგიტანთ იმბოლქის დღესასწაული, რა სახის ინფორმაციას წამოიღებს თქვენთვის და გაშლა გვექნება ორ ვარიანტიანი, პირველი ვარიანტი ეს და მეორე ვარიანტი აი ეს ყვა. თითო არკანით ვეცდები რომ ვნახო და ვნახოთ, აბა კონცენტრირდით საკუთარ თავზე, პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში. და ვნახოთ, აბა რას მოუტანს იმბოლქის დღესასწაული, 2026 წლის იმბოლქის დღესასწაული პირველ ვარიანტს და მეორე ვარიანტს. აიჩიეთ თქვენთვის სასურველი, რომელიც მეტად გიზიდავთ. პირადი კონსულტაციების მსურველებს რომ შეგიძლიათ პირადში მომწეროთ, ეს უკვე მე მგონი ვთქვი. და ფიქრობ გააკეთებდით არჩევანს, ვინც არ ვაპაუზებთ. და დავიწყოთ პირველი ვარიანტიდან. თქვენ რას მოგიტანთ? კვერთხების დედოფალი. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ მამაკაცი ხართ თუ ქალბატონი. თქვენში იმბოლქის დღესასწაული გამოაღვიძებს უმძლავრეს ფემინურ ენერგიებს, უმძლავრეს ფემინურ ძალას, განსაკუთრებით აქტუალური რა თქმა უნდა ეს ქალბატონებისთვის არის, თუმცა მამაკაცებსაც ეხებათ, იმიტომ რომ ფემინურიც და მამაკაცური ენერგიაც ორივე სქესში არის. მეცაც გეტყვით, ძველად ყველაზე ისეთ ჯადოქრებად, ძლიერ ჯადოქრებად ითვლებოდნენ ზუსტადაც რომ ისეთი ჯადოქრები ბევრ ტრადიციაში, სადაც ორივე სქესის ენერგია დაბალანსებული ჰქონდათ. ბევრ ტრადიციაში იყო ეს, მაგრამ ხო, თანამედროვე სამყაროში ბალანსი არც თანამედროვე სამყაროში და არც ზოგადად ბალანსი საერთოდ არ არის აუცილებელი ამ კუთხით. თავარია იყო თქვენი თავი, კარგით, საკითხს არ გადავუხვევ. თავარი არის ის, რომ თქვენთვის იმბოლქის დღესასწაულს მოაქვს თქვენი შინაგანი ძალის, თქვენი შინაგანი ფემინური ენერგიის, თქვენი შინაგანი, ასე ვთქვათ, მდედრი ლომის გამოღვიძება. და თანაც ნახეთ, კვერთხების დედოფალს ყოველთვის ყავს კატა. თითქმის ყველა დასტაში ყავს კატა. უხატია. და აქ ლომებიც არის, გახლავთ. ეს არის უმძლავრესი ქალური, ფემინური, ცხოველური ენერგია. პირველ რიგში ყველას არ ეხება რა თქმა უნდა, მაგრამ ლიბიდო იქნება აქ გაძლიერებული, ბევრისთვის განახლებული. თუმცა უმეტესობასთან კონკრეტულად ეს არკანი მოდის როგორც ფემინური აყვავება საკუთარ თავში, როდესაც თქვენ იცით როგორი ენერგია იღვიძებს საკუთარი თავის დაფასების ენერგია. როდესაც თქვენ შეგიძლიათ რეალურად დააფასოთ საკუთარი თავის, საკუთარი სილამაზე, საკუთარი გარეგნობა და ამაში მეტ ენერგიას დებთ. და თანაც ნახეთ, რამდენად სიმბოლურია ვარდისფერი კვარცი. ვარდისფერი კვარცი იყო პირველი ვარიანტი. და ვარდისფერი კვარცი სილამაზე, სიყვარული საკუთარი თავის მიმართ, ვნება, ეს ყველაფერი იღვიძებს ზუსტად თქვენში პირველი ვარიანტი. რაც რა თქმა უნდა მოქმედებს თქვენს ნაყოფიერობაზეც, როგორც პირდაპირ ასევე გადატანითი მნიშვნელობით, ამიტომაც უფრო ნაყოფიერი კარიერა იქნება აქ აუცილებლად, ვიღაცისთვის მეტად ინტენსიურად, ვიღაცისთვის ნაკლებად და აი ზუსტად ეს მოაქვს თქვენთვის პირველი ვარიანტი იმბოლქის დღესასწაულს. გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე და ვნახოთ მეორე ვარიანტისთვის რა მოაქვს იმბოლქის დღესასწაულს და აქ ამოვიდა არკანი ხმლების ოთხიანი. აქ ალბათ მომიწევს რომ დავამატო არკანები, მაგრამ აქ მე ვხედავ ასეთ ინფორმაციულ გასუფთავებას. აი, ხო შემიძლია რომ წავიკითხო როგორც რაღაც ძალიან პასიური ენერგია, სადაც თქვენ წევხართ არაფერს არ აკეთებთ, ხო? მაგრამ ჰაერის სტიქია რადგანაც იღვიძებს, აქ მე თამამად შემიძლია გითხრათ ის, რომ აქ მოდის წმენდა. წმენდა ინფორმაციული, ასტრალური, ენერგეტიკული, იმასაც კი არ გამოვრიცხავდი, რომ შეიძლება რაღაც გარკვეული პრაქტიკა ან რიტუალი ჩაატარეთ ახლო წარსულში, ხო? ანაპირებთ იმბოლქის დღესასწაულზე. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის წმენდა, პირველ რიგში ინფორმაციული, თითქოს თქვენს ტვინში, თქვენს ცნობიერსა და ქვეცნობიერში ინფორმაცია ნაწილდება სწორად, აი, რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, რა არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რა არის მე-10 ხარისხოვანი, მე-20 ხარისხოვანი, რა უნდა გადავაგდო ჩემი გონებიდან, ხო? როგორი, არ ვიცი, ციკლები უნდა დავასრულო საერთოდ დავუშვათ. ამიტომაც აქ არის ენერგეტიკული გასუფთავება, მაგრამ მინდა რომ დავამატო კიდევ ერთი არკანი და ვნახოთ აბა რას მოუტანს იმბოლქის დღესასწაული მეორე ვარიანტს.
ერთი არკანით. კვერთხების ცხრიანი მეგობრებო. ნუ აქ აშკარად მოდის გარკვეული შიშებისგან განთავისუფლება, დაღლილობისგან განთავისუფლება, ინფორმაციული განახლება, ხო? მაგრამ ამას აქვს ერთი პატარა მინუსი. ხო, მესმის შეიძლება ცოტა რასასიამოვნო ჩერდეს, რასაც ახლა გეტყვით, მაგრამ აუცილებლად უნდა გავფრთხილოთ. ახლო მომავალში თუ თქვენ თავს იგრძნობთ უენერგიოდ, დაღლილად, ან იმბოლქის მერე თუ უყურებთ ამ ვიდეოს, დაუშვათ და იმბოლქის პერიოდში ძალიან დაღლილად და კანცულად გრძნობთ თავს, ამან არავითარ შემთხვევაში არ შეგაშინოთ, იმიტომ რომ ენერგეტიკულმა წმენდებმა აზრების და ინფორმაციების ასტრალური თვალსაზრისით სწორად განაწილებამ ეს პროცესები იცის. ამ პროცესებმა უფრო სწორად იცის გადაღლილობას, დაკანცულობას, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვიწმინდებით, ამ დროს ენერგია მიდის, ხო? და რა თქმა უნდა, ბუნებრივია ადამიანი იღლება, ადამიანი განიცდის დაღლილობას. აი როგორც ფიზიკურად, ასეთ მაგალითს მოვიყვან, ადრე ჩემი საყვარელი ეზოთერიკოსისგან, ნინო ლეჟავასგან, მზის ადამიანისგან გავიგონა ესეთი მაგალითი, რომ შედარება უფრო სწორად, რომ ფიზიკურად, როდესაც ადამიანს უწევს რაღაც გარკვეული ოპერაციის გადატანა, რა თქმა უნდა, როდესაც მას აჭრიანის რაც ზედმეტი არის, ამის შემდგომ ორგანიზმს სჭირდება აღდგენა, ხო? სჭირდება დრო იმისათვის, რომ აღადგინოს ენერგია და ასე არის ენერგეტიკულადაც. ამიტომაც, რა თქმა უნდა, აუცილებელი არ არის თავი დაღლილად იგრძნოთ, ან თუნდაც იგრძნოთ, უბრალოდ შესაძლებელია. და დიდი შანსია, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს უკეთესობისკენ მიდის. სულ ეს არის მეგობრებო, ყველას უღრმესი მადლობა, წარმატებები, ბედნიერი დრო, იმბოლქი და ნახვამდის.